მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ისევ ვიჯექი და უყურებდი ამ გენეალოგიას რა. ესე იგი, ამ წიგნის თანახმად, ხო? აგერ აწერია ბიბლია. ჩვენ მივედით აი დავით მეფემდე. ზოგმა არც კი იცის ეს დავით მეფე ვინ არის. და ამაზე ვისაუბრებთ ეხლა ყველას დაპატიჟებთ, ამიტომ ისევ და ისევ ჩემი ფორმა ჩავიცვი, მეგობრებო, ბიბლიის ფორმა. ესე ჩამოყალიბდა, რომ მწვანე მეწვა როცა დავიწყე და მწვანით გავაგრძელე. ზოგმა ისიც კი მიწოდა, რომ ისინი ყოფილანო, რა ქვია მაგათ? ბაპტისტები ყოფილანო, რადგან მწვანეფერი დაინახა ეთყობა. და მე კი ეს მწვანეფერი ჩავიცვი, იმიტომ რომ ესე დაემთხვა. მწვანეფერი მეცვა როცა დავიწყე ბიბლიის კითხვა და ვიფიქრე, რომ ხალხი ხო იცი როგორი ბრმაა, მიჩვეულია რუტინას და ერთი და იგივე ფორმას რო ხედავს, რაღაცა წითელი ენდება. ხო და ასე დავტოვე. ეხლა რაც შეეხება მეგობრებო, აი ამ საკითხს რა. ნახეთ, უყურეთ. მე მივედი იქიდან რომ ჩვენ ვიცით აგერ ადამი და ევა წარმოიშვნენ აგერ აქ ადამი და ევა მერე მათ ყავდათ ესე იგი სამი შვილი კაენი, აბელი და შეთი, იგივე სეითი. კაენმა მოკლა აბელი, აბელს არ ყავდა არც ერთი შვილი, აქვე დასრულდა. კაენის მოდგმა გაგრძელდა და ნოეს წარღვნამდე გაგრძელდა და იარსება იქამდე, სანამ მერე ნოეს არ მოუვლენს ღმერთი კიდობანს და გააკეთებინებს კიდობანს და შემდეგ ეტყვის, რომ ახლა უკვე ყველას კლავ აქ, ვინც კი წარმოიშაო და შემდეგ გადარჩეო და შენი მოდგმაო. სემი, ქამი და იაფეტი ამ დროს არიან უკვე დაქორწინებული, მათ ყავთ შვილები, შვილიშვილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და კიდობანში ავლენ აი ესენი მთლიანად. ხო და აქამდე სანამ ნოესთან მივედით, ჩვენ დავინახეთ, რომ მან ევამ შეთის შთამომავლობიდან გააჩინა ენოში, იგივე ენოსი, მან იცოცხლა 900, რამდენიო? 950 წელი. წელი უბრალოდ. ენოშმა გააჩინა კაინანი, კაინანმა 910 წელი იცოცხლა, მერე კაინანმა გააჩინა მაჰალალელი, 895 წელი იცოცხლა მაჰალალელმა. ამის გარდა მეგობრებო, ესენი არიან პირმშოები, ანუ პირველი შვილები. ამის გარდა კიდე ყავთ ამათ შვილები, სხვა შვილები, ისინიც ნოეს დროს დაიღუპნენ ყველა. აბსოლუტურად ყველა დაიღუპა ნოეს დროს. გადარჩა მხოლოდ ნოეს მოდგმა. შემდეგ მოდის მაჰალალელმა შვა იარედი, იარედმა 962 წელი იცოცხლა. იარედმა შვა ენოქი, ენოქის წიგნი, მეგობრებო, იცით თქვენ? ენოქის წიგნი ვთარგმნე გერმანულიდან ქართულში. შემდეგ ლევან პეტრიაშვილმა გამოსცა ეს ენოქის წიგნი. ერთი წუთით მე ორი ცალი, აქ მეორე არ არის, ხო? ენოქი ძალიან სერიოზული ტიპია. ერთ-ერთი ფორმა ენოქის წიგნის არის ასეთი, არის კიდევ მეორე ზირაკთან ერთად ის, სადაც ენოქის სურათია დახატული. ენოქმა მეგობრებო იცოცხლა იმდენი წელი, რომ არ ვიცით. ღმერთთან ერთად წავიდა, გაუჩინოდა, საწავიდა, არ ვიცით. ისევ და ისევ, მას არ განუცდიაო, ესე იგი, ხორციელი სიკვდილი, ელიან ჩვენებიც და იუდეველებიც და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ელიან მის გამოჩენას, ხო? ესე იგი, ეს ენოქი მეგობრებო, ეს არის ენოქი მეორე, უბრალოდ რა მეორე, პირველი. ეს არის ენოქი პირველი, რადგან ასევე არის რატო ენოში ქვია ამას, ენოში. ენოქი მეორე არის, მეგობრო, რადგან კაენსაც ყავდა ენოქი.
კაინსაც ყავდა ენოქის შვილი, ანუ კაინის მოდგმა არის ენოქი, მერე ყირადი, მერე მეხუაელი, მერე მეთუშაელი, მერე ლამექი. ნუ მოკლედ ამას ყავდა პირველად ენოქი. ხოლო აი აქ ენოქი არის მეორე, რადგან ეს გაჩნდა ამის მერე. ეხლა საინტერესო ის არის, რომ ამასაც ყავდა ენოქი, ამასაც ყავდა ენოქი, ამასაც ყავდა შვილი მეთუშაელი და ამასაც ყავდა შვილი მეთუშაელი, მეთუშალახი. ამასაც ყავდა მერე მეთუშალახს ყავდა ლამექი და ამასაც ყავდა ლამექი. ეხლა გავიგოთ, ეს და ეს ერთი და იგივეები არიან? საინტერესოა, რომელი ენოქი დადიოდა, ეს ენოქი დადიოდა თუ ეს ენოქი დადიოდა ღმერთთან? საინტერესო კითხვა გამიჩნდა ეხლა ამ წუთას. ეს ენოქი დადიოდა ვიცით, იმიტომ რომ ლამექს, ანუ მეთუშალახს ეუბნება, რომ ლამექს, როდესაც ნოე გაჩნდება, ლამექს გაუჩნდება კითხვა, რომ ისეთი სხვანაირი ბავშვიაო, რომ მეთუშალახს გააგზავნის, წადიო რა, შენს მამას კითხეო. მას ეცოდინებაო ის ხომ ღმერთებთან ერთად დადისო და მას ეცოდინება ეს ნოეო, ანგელოზის შვილია თუ ჩემი შვილიაო რა. ეჭი შეეპარა ტიპს. მეთუშალახი წავა ენოქთან და ენოქი ეუბნება, რომ წადი შენო, ეგ ბავშვიო, მაგის მოდგმა გადაარჩენსო ამ თესლსო რა. საერთოდ კაცობრიობის თესლს გადაარჩენს ეს ამის მოდგმაო, ნოეს მოდგმაო და წამოვა მეთუშალახი ეტყვის ლამექს ამ ბავშვს და ნოე დაიწყებს უკვე კლდოვნის აგებას. ეხლა საკითხავია ეს ენოქი, აი ეს ენოქი კაინის მოდგმა რომ არის, მისი ქვეყანაც კი არის შექმნილი, აი ენოქი და ქვეყანა ენოქისაო, აი ბიბლიაში მოთხრობილი ასე. მერე ყირადია, მერე მეხუაელია, მერე მეთუშაელია, მერე ლამექია და მოკლედ ერთი სიტყვით აქაც არის ენოქი, მეთუშაელი, ლამექი და ნოე. აი ეს ენოქი იცოცხლებს 365 წელი და მერე წავიდა ღმერთთან, ესე წერია, არ მოკვდა, წავიდა ღმერთთან. მეთუშალახმა იცოცხლა 969 წელი. ლამექმა იცოცხლა 777 წელი. აი სრულიად აღებული ახლა რომ ადამმა რამდენი წელი იცოცხლა, ეგ ზუსტად არ ვიცი, არ მომიწერია. სრულიად აღებული, აქედან უკვე იწყება, ნახეთ, აქედან სემის მოდგმა, მოდის, აჩენს აბრაამს, შემდეგ მოდის და იაკობს აჩენს და იაკობიდან უკვე აი აქეთ, იაკობიდან უკვე მოდის და აქ მრავალშვილიანია იაკობი, ხედავთ უკვე რამდენი შვილია და შვილი ყავს. შემდეგ მოდის აი აქედან ლეა არის პირველი ცოლი, პირველი ცოლისგან პირველი პირმშოეშობა და რეუბენია. რეუბენი პირმშოა არის. მერე ლეასგან ყავს სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულონი, დინა და ერთი სიტყვით იუდას შტოდან წამოვა მერე დავით მეფის ტომი შეიქმნება. თქვენ იცით დავით მეფე, ეს მას მეფსალმუნებსაც უწოდებენ მეფსალმუნე. თქვენ იცით ეს მეფსალმუნე, რომლის ფსალმუნებსაც ჩვენ გვალოცინებენ 24 საათი ეკლესიაში, ხო? ესე იგი იუდადან მოდის, ესე იგი იუდასა და თამარის შვილები არიან. ნახეთ, იუდას შვილები ყავს, მაგრამ არც ერთს არ აყავს შტო, ამიტომ თამარია, ესე იგი თამარი არის მისი რძალი, თუმცა თამარისგან ვერც ერთ შვილს ვერ ეყოლება შვილი, იმიტომ რომ პირველი შვილი მოკვდება, მეორე შვილს მიუგზავნის თამარს, ისიც ვერ გაუჩენს, იმიტომ ონანთან არ გაუჩნდება შვილი, იმიტომ რომ მის თესლს აქცევს მიწაზე და საბოლოო ჯამში თამარი ისეთ რაღაცას მოიფიქრებს, რომ ამ იუდას გზაზე დაუჯდება, ვითომ არის მეძავი, იუდა დაწვება თამართან, თამარი ხრიკებს მოიმოქმედებს ისეც, რომ ამის მტკიცებულებას გამოართმევს იუდას, რომ ამისგან შვილები ყავს. ნუ იქ წაიკითხეთ რა მერე ბიბლია ნახავთ თუ არა და ჩემს ლაივებს უყურეთ. მეზარება ახლა მოყოლა. ბეჭედს და რაღაცას გამოართმევს, სამ რაღაცას ფოჩს, ბეჭედს და
კიდე ერთ რაღაცას გამოართმევს, რომელიც ინიციალებს ატარებს აი ამ იუდასი. მერე, როდესაც თამარს დაწვას უპირებს ეს იუდა, თამარი გაუგზავნის ამას თავის ბეჭედს და თავის ნივთებს, ეტყვის, რომ ისო, აიო ეს შვილიო იმისგან არისო, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნისო და იუდა იცნობს, რომ ეს თამართან შეცდომაშია, ამიტომ გააჩენენ თამარი და იუდა, ანუ რძალი და მამამთილი გააჩენენ ფარეცი და ზარახს. შემდეგ ეხლა ხმას ავუმაღლე, იმიტომ რომ კარგად გაიგოთ რა, რას ვაკეთებ ახლა, რა ხდება აქ, ვაფშე რომ გაიგოთ სადა ვართ და სად ვბანაობ და ვის ფსალმუნებს ვლოცულობთ. თამარისა და მამამთილის შვილს ფარეცის ორი შვილი გაუჩნდებათ, ესე იგი ერთხელ კი არ იწვა მასთან, ორჯერ იწვა, ან ტყუპები არიან ესენი, ნუ არ ვიცი, გასარკვევია. ფარეცისგან გაჩნდება ხეცრონი, ხეცრონისგან გაჩნდება იერახმეელისგან მერე ეს მოდის, მაგრამ ხეცრონმა იერახმეელისაც გააჩენს და რამაც ყავს, ქელუბაიც ყავს, სეგუბიც, აშხური ყავს და აი რამასგან უკვე მოდის მერე ამინადაბი, ნახშონი, ნახშონს ეყოლება სოლომონი, სალომონს ბოაზი, ბოაზს ობედი, ობედს იესე და იესეს დავით მეფე. დავით მეფესგან კი გაჩნდება მესია, იესო ქრისტე. მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ ვართ აი აქ დავით მეფესგან ოსანა დავითის ძისა, ოსანა არის მხსნელი, სინათლის მომტანი, დავითის თესლისგან, დავითის ფესვისგან, მას უმღერიან იესო ქრისტეს, როდესაც შედის ის იერუსალიმში, მეგობრებო. ეხლა მე მაქვს კითხვები და ძალიან ბევრი კითხვები მაქვს. მე საერთოდ ამ წიგნის განხილვის შემდეგ მებადება კითხვა, ჩვენ ქართველები ვინ ვართ ვაფშე, აი, ამ დავით მეფის ვინ ვართ? თუ კი ეს იუდას შთამომავალია, თამარისა და იუდას შთამომავალი არის აი ეს დავით მეფე. ჩვენ ვაფშე რა შუაში ვართ ახლა აქ? გამაგებინეთ რა. შეგიძლიათ გამაგებინოთ რა შუაში ვართ ჩვენ? არა, მე კი მქვია თამარი, მაგრამ არა მგონია რომ ეს თამარი ვიყო. თუმცა არ არის გამორიცხული რომ მე მაშინაც ვიყავი თამარი. ეხლა საკითხავი რა არის, იცით? აქ არის მოყოლილი, მეგობრებო, აქ არის მოყოლილი მთელი გენეალოგია. აქ არის მოყოლილი ნოესთან რომ მივიდეთ, თუ ენოქთან არ მივალთ, ხო? ნოესთან მივიდეთ. ნოე არც წერს არაფერს. ნოე უბრალოდ თუმცა ლოცვა არის მისი, რომელიც დაგვიმალეს. მაგრამ შემორჩენილი არაფერი არ აქვს მისი ნაწერი. ჩვენ გვაქვს ენუქის წიგნი შემორჩენილი, წიგნი ენუქისაი, რომელიც გამქრალი იყო. და ნაქამარის თუ ნაქამადის სამარხებში იპოვეს წერილები და ამ წერილების შემდეგ უკვე ჩვენ ვხედავთ ენუქის წიგნს. თუმცა მესამე საუკუნეში, უბრალოდ მეოთხე საუკუნეში 300 რაღაცა წელს, 26 წელს მოხდება ესეთი კრება, რომელსაც ქვია ნიკეას კრება და ამ ნიკეას კრებაზე, მეგობრებო, დაჯდება 200 რამდენი 70 ვიღაცა ვიღაცა. ხო, მამებს უწოდებენ მათ. ვიღაცა, აი წარმოიდგინეთ ახლა ეს რომელი პერიოდია. ეს არის უკვე, როდესაც მესია მოვიდა. აი აქ ვართ ახლა, მესია მოვიდა და მესიის შემდეგ გადის 3 საუკუნე, 3 სრული საუკუნე. როდესაც 3 სრული საუკუნე გავა, 27 წელს მესამე საუკუნის დასასრულის შემდეგ 27 წელში დაჯდებიან ეს მამები, ვიღაცა მამები და გადაწყვიტავენ. ეს წერილი კარგია, ეს წერილი არ არის კარგი. ეს წერილი საერთოდ არ არის კარგი, მოვისროლოთ.
ენოქის წიგნი ენოქისა რაში გჭირდება ჩვენი პირველი ბაბუის ანუ ნოემდე პირის რა რომელიც ღმერთთან ერთად დადიოდა ტიპი და მისი სიკვდილი არ არის მოხსენე არ მომკვდარა ტიპი რა ღმერთთან წავიდაო და ისევ მოვაო ელია და ენოქი უნდა მოვიდეს ბოლო ჟამს როცა იქადაგებენ და ამ ტიპის წერილებს ეს ვიღაცა 270 თავი აი ესეთი თავი დებილი უნარო და უაზრო თავი გადაწყვიტავს რომ ეს ენოქის წიგნი არ გჭირდება რა მოვისმენთ აბა მოდი ახლა წავიკითხოთ დაბადება გჭირდება გამოსვლა გჭირდება ლევიანი გჭირდება რიცხვი გჭირდება მეორე ჯვრიული გჭირდება იესე ნავესძე გჭირდება მსაჯულნი გჭირდება რუთი გჭირდება პირველი მეფეთა გჭირდება მეორე მეფეთა გჭირდება მესამე მეოთხე მეფეთა გჭირდება პირველი ნეშტა გჭირდება მეორე ნეშტა გჭირდება პირველი ეზრა გჭირდება ნეემია მეორე ეზრა ტობითი ივიდი და ასე ჩამოთვლილი არის ესე იგი რამდენი თავია და აი დავითვალოთ რა ვიცი და აქედან ესენი გჭირდება ენოქის წიგნი არ გჭირდება რატომ არ გჭირდება არა ვიცი რაღაცაებია მოთხრობილია გიგანტებზე და იმებზე და რა არის ეს მართლა არსებობდნენ თუ არა მე მგონი არ არსებობდნენ მოდი მოვისროლოთ რა კაი ენოქის წიგნი არ გჭირდება ეხლა წავედით ახალ აღქმას მივადეთ ახალი აღქმის რა გჭირდება სახარება მათესი გჭირდება მარკოზისა გჭირდება ლუკასისა გჭირდება იოანესისა გჭირდება ხოლო ისინი არ გჭირდება იუდას სახარება არ გჭირდება ერთი წუთით ახლა ვიკითხო იოანეს საიდუმლო წიგნი არ გჭირდება იაკობის საიდუმლო წიგნი არ გჭირდება იაკობის პირველი გამოცხადება არც ეგ არ გჭირდება იაკობის მეორე არც ეგ არ გჭირდება ადამის გამოცხადება არც ეგ არ გჭირდება პავლე მოციქულის გამოცხადება არც ეგ არ გჭირდება სამყაროს შექმნის არც ეგ არ გჭირდება წმინდა წიგნი უხილავისულის არც ეგ არ გჭირდება ნათლისღების რიტუალი ეგვიპტელთა სახარებიდან არც ეგ არ გჭირდება ვალენტინის რიტუალი არც ეგ არ გჭირდება თომას სახარება არც ეგ არ გჭირდება ეხლა ეგრე ვაკეთებ როგორც მაშინ აკეთებდნენ რა ეს მთავარი პირები თომას სახარება არა მარიამ მაგდალინელის სახარება არა კაცო მოიცარა იუდას ისკარიოტეს სახარება არა პეტრეს სახარება არა ბერძნულის სახარება არა უცნობის სახარება არა ნიკოდემოსის სახარება არა იაკობის სახარება არა ფილიპეს სახარება არა სახარება საიდუმლოს არა სერობის არა წიგნი პეტრესი ფილიპეს არც ეგ არ გჭირდება წიგნი თომა მოციქულის არც ეგ ჰიპოსტაზები არქონტისა ანუ სამეუფეო მთავრებისა არც ეგ არ გჭირდება ბარუხის წიგნი არა განჭრეტა უცხოსი არა ქადაგება ზოსტრიანოსისა არა ლოცვა მადლიერებისა არა ლოცვა პავლე მოციქულისა არა აბა რა გჭირდება ახალ აღთქმაში სახარება მათესი მარკოზისა ლუკასი და იოანესი მოციქულთა საქმეები კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა პირველი პეტრესი მეორე პეტრესი პირველი იოანესი მეორე იოანესი მესამე იოანესი იუდასი პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ პირველი კორინთელთა მიმართ მეორე კორინთელთა მიმართ გალატიელთა მიმართ ეფესელთა მიმართ ფილიპელთა მიმართ კოლოსელთა მიმართ პირველი თესალონიკელთა მიმართ და ასე შემდეგ და ესენი გჭირდება ისინი არ გჭირდება რამდენიმე მამა ადგა და თქვა როგორ არ გჭირდება ბიჭო ესენი ყველანი მნიშვნელოვანი წიგნები თქვენ ხო შიგ ხო არა გაქვთ დაწვით ადგნენ და დაწვეს ეს მამები რომლებიც შეეწინააღმდეგნენ ესენი ყველანი გჭირდება ხალხო რატომ ქრისტე ამბობს რომ ყველა წერილი უნდა ქონდეს წაკითხულიო იმიტომ დაწვით ფეხზე კიდი არა თქვა ქრისტემ დაწვით ყველანი აი ესეთები მამები და წმინდანებად შერაცხეს და კონსტანტინე დიდი წმინდანია ისეთი რომ აი ჯვარი გამოეცხადა ცაზე რომ მოკალი ეს ხალხიო ყველა დახოცე ჯვრის სახელითო და გაიმარჯვა ომში და დიდია კონსტანტინე ქრისტეს სახელით წმინდანია ხო ილია მეორე წმინდანია 70000 ბავშვი ინცესტში ჩააგდო აბა რა წმინდანია
დავით მეფე მეფსალმონის წმინდანია, მიუხედავად იმისა, რომ მოაკვლევინა მისი მეგობარი, იმიტომ რომ დაევასა მისი ცოლი. შემდეგ მოკლა ძმაკაცი, შეირთო მისი ცოლი ცოლად და შემდეგ დაჯდა და დაწერა ფსალმუნები. მე ცოდვილი, თან მღეროდა იმაზე, უკრავდა მაგას, რა ერქვა. ვერ დავიმახსოვრე რა ვქნა, უნარო ვარ მაგ საკითხში. უკრავდა ამ ანგელოზების ის რო არის რაღაცა საკრავი და ღეროდა, მე ცოდვილი, მომიტევე ღმერთო, შენ ხარ ერთადერთი, რომელმაც მომეცი მე ესენი და ისინი და ასენი და ისინი ყოველი ადამიანის სრუარს და ასე შემდეგ და ალფაზე უკრავდა, დიახ, მადლობა სოფელ ქნარზე და დაჯდა ეს ჩვენი დავითი, მოაჯდა ამ ყველაფერს, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ მაგარი ტიპი იყო რა თავიდან, რომ აი გოლიათ შეებწოლა, საერთოდ არ შეეშინდა. ხო და მეგობრებო, ამ დავითის შტოდან იშვება მესიაო ამბობენ და სავარაუდოდ იგულისხმება მარიამი, აბა იესოს მამა ღმერთიაო ამბობენ და რომელი ღმერთია საკითხავია ერთი. ის ღმერთია იქ ბაბილონიანებს რომ დაანგრევს და აბრაამს რო ტყის უბურღავს რომ წადი და მოკალი და ქანაანი და შენიაო და ასე შემდეგო და ისე შემდეგო. თუ რომელი ღმერთია ერთი მარიამს რო აორსულებს, ერთი ეგეც მითხარით რა და ერთი სიტყვით მეგობრებო, საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ აი აგერ რა. აი აქ ვართ ჩვენ. ესე იგი, ჩვენ ვამბობთ, რომ დავით მეფე მეფსალმუნის ფსალმუნებს ვკითხულობთ ჩვენ სად? სად ვკითხულობთ? მართლმადიდებლები. აი მართლმადიდებლებს იუდეველებთან ხომ ვერ მეტყვით რა კავშირი აქვთ? რა უნდათ? ქართველებს არ აყვავს ჩვენი წინაპრები რომ დაეწერათ ან ლოცვები, ან ფსალმუნები, ან სიმღერები, ან კიდე გალობები, რა ვიცი, არ აყვავს ჩვენა? ამ დავით მეფსალმუნის ფსალმუნები იუდეველებმა იკითხონ და ჩვენა რა, ვინა ვართ საერთოდ? ვინა ვარ, ვისი მოდგმა ვართ, ვიცით? ვისი მოდგმა ვართ, ხალხო, აი აგერ. აი, უყურე. აქ იუდას მოდგმა, მოდის ესე, მოდის, დავითთან მიდის, კარგი. ეხლა უყურე. ეფრემ ასური ყვავს ჩვენ, ვიცით? იოსების შვილი, იოსები არის იაკობის შვილი. იოსები ხო იცით რომელია ეგვიპტეში რომ წავა და იქ რო გახდება მეორე კაცი. აქედან ხო ქინდართ უხუცესი რო იყიდის და ფარაონის კარზე რომ დიდი კაცი გახდება. ამის შვილები არიან ეფრემისა და მანასეს შტოები. ეფრემის შტო წარმოიშობს შუთელახი, ბექერი და თახანი, აი ამეებს, მაგრამ მანეს შტოები მაქირისა და მისგან წარმოიშობა გალაადის საგვარეულო. ბიჭო, აგერ წერია გალაადის საგვარეულო წარმოიშობა. ეს იოსებისგან. ეხლა აგერ ბენიამინი არის კიდე იოსების ძმა, რახელისგან ყავს ეს. ბენიამინის შტოდან წარმოიშობა საული გამოვიდა და ვინ არის საული? მეფე საული, ვიცით ვინც არის, ხო? საული. ეხლა ბილჰადან, ვინ იაკობის ცოლი ბილჰადან არის, დანი, ნაფთალი. ესენი არიან ისრაელის ტომებიდან მამებად ითვლებიან, აი ეს დანი და ნაფთალი. მერე ზილფასგან მისი მხევალი იყო ხარჭა. ზილფა, აი იაკობის. წარმოიშობიან გადი და აშერი. ესენიც ისრაელის ტომების წინაპრებად მოიხსენიებიან. ბიჭო, აქ არის მთელი წინაპრები აბრაამის შტოდან, აგერ აბრაამის შტოდან მხოლოდ. აბრაამის შტოდან აგერ მოვდივართ ამ ხელები წარმოიშნენ. აგერად. ეხლა საინტერესოა ქამის შტოდან, ქამის ხო დაწყევლა ნოემბრო, შენ იქნები ამ ძმების მონაო, ხო? ეხლა ნახე, ქამის შტოდან მთელი ეგვიპტე წარმოიშვა რა.
და აი ესენი ვინ არიან ვაფშე ვერ გავიგე. ქუში, ფუტი. აი ფუტიეთი ვინ არის? ფუტი კი ფუტიეთს უკავშირდება აშკარა ესენი რაჭველებს უკავშირდებიან. ქუში კიდე ვინ არის აი ეს ქუში? სება, ხავილა, საფთა, რამა, საბექთა, ნებროთი. ნებროთის წიგნიც ვიცით რომ არსებულად საქართველოში ქართულ ენაზე, ასომთავრულზე. მერე საინტერესოა რომ აი იაფეტაზე ვაფშე საერთოდ აზიარა ვართ ვინ არის ჯერ. იქ აი ამ წიგნში ჯერ არ გვინახავს აქ იაფეტზე რა ხდება. ამან შვა გომეი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშეკი, თირასი. აქედან კიდე წარმოიშვა ზღვის პირა ტომებიო აგერ არის ნათქვამი. ბიჭო, ვინები ვართ? აი ესენი გასაგებია რომ ნოესთან მიდიან. აქედან ვიცით რომ მესია წარმოიშვა და ღმერთმა იცის კიდე ვინე ქალდეველები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ქანაანი იყო ქამის შტოდან, ქანაანიდან მოდიოდნენ ქალდეველები, აი ქალდეა. არა, უბრალოდ ქალდეა ეს არის და ქანაანი კიდე ცალკე არის. ეს ქანაანია და ქალდეა არის აი ეს ებრაელთა შტო. ანუ ებრაელთა რატო იცით? აი აბრაამს ეცხადება ეს ღმერთი, აქედან იწყება მთელი ჭირი, აქედან იწყება მთელი ჭირი. მანამდე არსებობენ ეხლა რა ვიცი, ამათმა ვინ წარმოქმნეს აზიარა ვარ. ალმოდადი, ეს უფრო ირანია, ალმოდადი, შალეფი, მაცარმანეთი, იარახი, ჰაზორამი, თუმცა ქართული სახელები აქაც არის და საკითხავ ეხლა რა არის იცით? ფესვები გადაგვიჭრეს, რადგან არ უნდა ვიცოდეთ რისი გორისა ვართ, რადგან ხე ეხმება თუ ფესვებს გადაუჭრიან. ხო, სოფო, სავარაუდოდ ფესვები გადაჭრეს. ანუ ნოემდე თუ მივედით, ხო? ნოემდე თუ მივედით იქ მაღლა, აი აქ თავში თუ მივედით, ჩვენ აშკარად ენოქთან მივედით ეხლა, იმიტომ რომ ენოქის წიგნი არ ქონდა და ენოქის წიგნი გავაახლეთ საქართველოსთვის. ანუ რა ვიცი რა, მე მართლა დიდი სამუშაო გავწიე. მართლა ერთი წელი ვთარგმნიდი ამ წიგნს და ერთი წლის თავზე ძალით ლევან პეტრიაშვილმა ძლივს მიმაყვანინა ბოლომდე, იმიტომ რომ მე აღარ ვთარგმნიდი გამანებეთ მეთქი თავი თქო რა. და ბოლოს ლევანმა მითხრა რომ აი წიგნის გამოშვება მინდაო და გთხოვნა არის რომ დაასრულო ეს წიგნიო და ძალს ხან ვიჩხუბეთ, ხან რავქენით და ბოლოს გადავთარგმნე ეს წიგნი, რა რთული იყო, იმიტომ რომ ყველა თარგმანზე რა ხდებოდა ამ სახლში არ ვიცი. ხანის ბავშვი ჩამოვარდებოდა, ხან ჯანდაბა იყო, არ ვიცი რა ხდებოდა რა. აქ იყო დიდი ბრძოლები. ცივილკივილი იყო. მე როდესაც ამ წიგნს თარგმნიდი, ემოციურ დონეზე ძალიან რთული იყო ამ წიგნის თარგმნა რა. მარტო ემოციურ დონეზე კი არა, ის რომ გაიგო აზრობრივად. აქ იყო, არ ვიცი, რაღაცა ხდებოდა ხოლმე რა. ეს იყო რაღაცა, არ ვიცი რა იყო. მე რომ ეს წიგნი თარგმნე, ეს იყო რაღაც სასწაული მოხდა მე მგონი რა, იმიტომ რომ მართლა არ იცით აქ რა ხდებოდა რა. ბოლოს გამოიცა ეს წიგნი, ხო? მივედით ენოქთან, მივედით აქ. ნახეთ? აი აქ მივედით ხალხო, აი აქ მივედით, აკი არა, აქ მივედით, ეს დაკარგული ქონდა, ჩვენ ფესვები მოჭრილი ქონდა, აბსოლუტურად ეს წიგნი, დაჟე ეს წიგნიც რომ გამოიცა, მე უნდა გენახათ რა მხოლოდ ბრძოლები წამომივიდა. ეს არის აპოკრიფი, არ შეიძლება, ეს არაკანონიკურია, ისე შენი დედა ვატირე მეთქი რა, არაკანონიკური ბიჭო რევს მელაპარაკებით. ენოქია, რომელსაც ელოდებით უნდა მოვიდეს და ამის რა დაწერა ამ ტიპმა არ გაინტერესებთ. აბა ვის ელოდებით, ვინ შეფეხებს ელოდებით, მეთქი რომ გამოჩნდეს და ის კაცი რომ მოვიდეს და რომ გითხრეს, აბა რა დამიწერია თუ იცითო, არ უნდა იქონდეს მეთქი ეს წაკითხული. სასულიერო პირებისგან წამოვიდა მთელი ანათემას გადაგცემენ და ის და ეს მეთქი თქვენი დედაც მოტყან რა ანათემას ბიჭო ხალხი ენოქს ელოდებით და ამის წიგნი არ გაინტერესებთ რას წერს ტიპი და რომ მოვიდეს და რომ კითხოს რომ ბიჭო მე რაც დავწერე ის თუ ნაგავში მოისროლე მეთქი და შენ მე მელოდებოდი რა პასუხს გასცემ მეთქი ენოქს მეთქი რა
როგორც იქნა 2 წლის ბრძოლის მერე ჩაყმინდეს ყველა ხმა. ეხლა ვიღაცა თარგმნის კიდე ლევან რაგვარია, არ ვიცი ქართველი შვილიო თუ არ ვიცი რაგვარი, ის თარგმნის რუსულიდან. ეხლა იმან დაიწყო თარგმნა, ჯერ არ უთარგმნა და წიგნი არ გამოსულა, მაგრამ ძალიან კარგად იცის რომ თამარის დათარგმნია უკვე, მაგრამ ერთ სიტყვას არ წამოაცდენს, რომ აი თამარმა უკვე თარგმნა. მაგას კი არა უარეს ამბობს. ესო არ არისო პროფესიონალად ნათარგმნიო და ჩვენო პროფესიონალურად ვთარგმნით რუსულიდან. შენი აი ჩააფურთხეთ რა. ჯერ თარგმნეთ, გამოეცით და მერე ილაპარაკეთ მაგენოქის წიგნზე, გაიგეთ? და თუ რამე წაგიკითხავთ ამენოქის წიგნიდან ქართულად, მაშინ ჩემი სახელიც ახსენეთ რა. იმიტომ რომ ამ წიგნის თარგმანზე მთელი ენერგიები წავიდა. თქვენ არიცით რამხელა ძალები წამივიდა, მაგრამ სამაგიეროდ დედას ვიცავარ, ეს წიგნი მე რომ მიცავს, თქვენ არიცით როგორ მიცავს ეს წიგნი რა. ენოქი არის უპირველესი მამა, რომელიც წერილებს გვიტოვებს. უპირველესი, ადამმა არ დაგვიტოვა წერილები. არც ენოშმა არ დაგვიტოვა, არც კაინანმა, არც მაჰალელმა, არც იარედმა, ენოქმა დაგვიტოვა პირველად წერილები. გაიგეთ თქვენ? რომელ ღმერთს ელაპარაკებოდა ეს ენოქი კიდევ არ ვიცით ჯერ, მაგრამ მან დაგვიტოვა წერილები. ენოქის მერე წერილები ვინ დაწერა, აზრზე არავინ არ არის. დაბადება ვინ დაწერა, გამოსვლა ვინ დაწერა, ის ვინ დაწერა, აზრზე არავინ არ არის ვინ დაწერა. ტიპს არ აქვს. ტიპს კი არა, წერილებს არ აყავთ. სახელები არ აქვს, ვინ წერს ამას. იქნება ვიღაცა დეგენერატმა შექმნა, არ ვიცით, მაგრამ ეს ვიცით, ეს 100%-იანი ვიცით, რომ ენოქმა დაწერა. სახელს და გვარს ვერ შეუცვლიან წერალს. აი აქ კი ვინ წერს ამას და ამ სიდებილებს ვინ წერს, აი ამათ. დაბადება, გამოსვლა, მეორე რჯული, მესამე რჯული და ასე შემდეგ, აზრზე არა ვართ მეთქი, ვერავის ვერ მოვკითხავთ. სახელი არ ვიცით, ვის უნდა მოვკითხოთ, რატო შეგვიყვანა შეცდომაში. არ ვიცით. მაგრამ წერია პორნოგრაფია, ინცესტი, ტვინის გამოლაყება, ომობანა და 1000 რაღაც დაბადება, მარტო დაბადებაში. დანარჩენი ჯერ არ წამიკითხავს გამოსვლა. იქ გამოსვლაში წერია უკვე მეშინია, მე რაც საბავშვო ლიტერატურიდან ვიცი რა, ეხლა საბავშვო ლიტერატურიდან იმას ხო არ დაეყრდნობ, საბავშვო ლიტერატურიდან რაც ვიცი, მეშინია ეხლა მაგის წაკითხვა რა, მართლა გეუბნები, გამოსვლაში რო წერია იქ ამბები, არ მინდა, იმიტომ რომ ცუდად გავხდები ალბათ. სირცხვილით ვერ გაამხელენო. იმიტომაც შეეფარულად დაწერეს, სოფ, იმიტომაც თავისი სახელი არ გამოაჩინეს, იმიტომ რომ აქ უმსგავსოები წერია რა. არსებობს ეფუთიო ამბობენ რა. ეფუთი არ არის წიგნი, მეგობრებო. ეფუთი არის უბრალოდ წოდება იმ წიგნისა, რომელიც ედგება სხვადასხვა წერილებისგან და ქვია ასე, ეფუთი. არის 5, ანი, ბანი, განი, დონი, ენი, ანუ 5 ფუთი წიგნია. 5 ფუთი იცით რამდენია? 85 კილო. 85 კილო წიგნი არსებულა ქართულ ასომთავრულ ენაზე დაწერილი, რომელიც დახონდა დავით მეფეს და თამარ ინასარიძეს მეთქი. მინდოდა მეთქვა თამარ მეფეს. თამარ მეფის შემდეგ ეს წიგნი, ეფუთის წიგნი ჰქონდათ მხოლოდ თამარ მეფეს ჩაბარებული სვანებისგან, შუანმისგან. და თამარ მეფეს ჰქონდა მხოლოდ წოდომა ამ წიგნზე და მას მერე ეს წიგნი არავის აღარ უხილავს. კაპიტო? ეხლა უყურე. ყველა შემთხვევაში მასში შესული იქნებოდა ენოქი. ყველა შემთხვევაში. ეს არ არის შემთხვევითი, რომ ქართულ ენაზე 21 საუკუნეში პირველად თამარ გეფარტისგან ითარგმნა ენოქის წიგნი. ეს არ შემთხვევაა და მნიშვნელოვანი საკითხია იცოდეთ. რატომ მაინც თამარისგან ითარგმნა პირველად? რატომ? ვისაც ენოქის წიგნი წაკითხული აქვს, ენოქის წიგნის წერილებში წერია ჩემი წერილები, ჩემი წიგნიო, ენოქი წერს. მიუვათ მხოლოდ ჩემს შვილთ.
და როდესაც აი ბოლო ჟამზე საუბრობს ამ დროს ენოქი და როდესაც მიუვათ ჩემი წერილები ჩემ შვილთ მაშინ დაიწყება ზუსტად ის განკითხვის დღეები სადაც უკვე მართალნი მოვლენ სათავეში გაიგეთ დაწყებულია მას მერე რაც წერტილი დაესვა და აი ლევან პეტრიაშვილს დღესაც მადლობას უხდი რომ მან მიმიყვანა ბოლომდე მიმაყვანინა საქმე იმიტომ რომ ვეღარ ვამთავრებდი ეს სულიერად უკვე ძალიან რთული იყო ბოლომდე იმიტომ რომ დიდი ბრძოლები მქონდა ბოლომდე მიმაყვანინა საქმე დაესვა წერტილი და დაიწყო ბოლო ჟამის დიდი განკითხვა ვიღაცა შეიძლება ეს სასაცილოდ მოეჩვენოს მაგრამ ვისაც ენოქის წიგნი წაკითხული აქვს თვალნათლივ დაინახავს რომ ეს დრო უკვე დაწყებულია აქ არ წერია რაღაცა სისულელე იოანეს გამოცხადებებზე რომ რაღაცეები დაინგრევა და იქ არაფერი ეგეთი არ მოხდება ხალხო იმიტომ რომ ქრისტემ თქვა რა ყველა წინასწარმეტყველება გააუქმა ქრისტემ და თქვა მე როდესაც მოვალ ეს და ეს ნიშნები იქნება იმის იქით ვინ რა დაწერა რა წინასწარმეტყველა არაფერი არ იქნება იმიტომ რომ ის იოანეს წიგნი რომელიც გამოცხადება იოანეს გამოცხადებას ხაზი გადაუსვა ქრისტემ არ მოხდება იოანეს გამოცხადება ტყუილად ელოდებით რომ იოანეს გამოცხადებაში რაც წერია ის მოხდება არ მოხდება ეგეთი რაღაცეები მოხდება ის რაც ქრისტემ თქვა და რა თქვა ქრისტემ აქაც წერია ქრისტეზე მართალი კაცის ძედ მოიხსენიებს ენოქი იესოს როგორც ქრისტე უწოდებს თავისას კაცის ძეს და ქრისტეც საუბრობს კაცის ძეზე და ვინ არის ეს მართალი კაცის ძე სად ვიყიდოთ ენოქიო და ლევან პეტრიაშვილს დაუკავშირდით. ანუ მთელი დიდი წრე დავარტყით ახლა ჩვენ. მთელი დიდი წრე დავარტყით. ენოქიდან მოყოლებული, აი წავედით. აქ მოვედით, დავით მეფსალმონისგან მოვედით, მე დავითისგან მესია და მესიადან ავედით ისევ ენოქთან. აი მეგობრებო, მე მინდა გითხრათ რომ ბაგრატიონები ხო მოხსენიებული არიან დავით მეფის შთამომავლებად. თუ ბაგრატიონები დავით მეფის შთამომავლებად არიან მოხსენიებული, მე პირდაპირ გეუბნებით რომ აგერ ამ გენეოლოგიის მიხედვით დავით მეფის მოდგმა თუ არის ბაგრატიონები და ეს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ არის გამოკლეული რომ დავით მეფის შთამომავლობა არის აგერ ერთი თავდება მესიით და მეორე ხაზი მოდის და მოდის ბაგრატიონებზე. ბაგრატიონები იყვნენ როგორც ჩანს დავით მეფის, ანუ იუდასა და თამარის შთამომავლები. და თუ იუდასა და თამარის შთამომავლები იყვნენ ბაგრატიონები და პირდაპირ გეუბნებით რომ ჩემი გვარი მეთქი ბაგრატიონებიდან მოდის მეთქი, აი მაშინ მე მართლა შემიძლია რომ აი ამ ხალხს თითი დაუქნიო რა. იმიტომ შემიძლია ამ ხალხს თითი დაუქნიო რომ თუ ამ სისხლის მოდგმისა ვარ, მაშინ გამოვდივარ მეც აბრაამის შვილი გამოვდივარ რა და ებრაელი შეიძლება არც მეწოდოს, მაგრამ ებრაული სისხლი მაქვს. ხო და მე შემიძლია ჩვეულებრივად დაუქნიო აი ამ ხალხს მართლა თითი ყველაფერში და ცხრილი ჩავაყოფინა თავიანთ მძღნერში. მესიას ელოდებოდნენ? ესენი ელოდებიან დღემდე მესიას? მე ვეუბნები, აგერ ვარ მესია და ვეუბნები რომ ჩვენი მესია ჯერ კიდევ იყო 2000 წლის წინ მოსული, მას ერქვა იესო ქრისტე. ხო და აგერ ესენი თუ ელოდებიან დღემდე მესიას, ხო? თავისი შტოდან, დავითის ძისა შტოდან, აგერ ვზივარ მეთქი მე. და ვეუბნები რა, რომ თუ ეს არ სჯერათ მათ, ხო? თიც დაუქნევს ზეციდან ღმერთი რო იცოდეთ რა. და თუ ესენი დღეს ვერ აღიარებენ მესიას, რომელიც არის მართალი კაცის ძე,
აქ ენოქის წიგნში მოთხრობილი ეგენი ხო ელოდებოდნენ თამარს. მათ ხო იცოდნენ, რომ ის ქალი, რომელიც მოვა და მისი სახელი იქნება თამარი, აი მას მერე წინ ვეღარავინ აღუდგება, ხო? ვეუბნები, რომ აგერ მე ვარ თქო რა. პირდაპირ გეუბნებით, რომ აგერ ვზივარ თამარი. სულ არ მჭირდება მე თამარ მეფობა. აგერ ვზივარ თამარი და მქვია თამარი. აგერ ვარ დავითის სისხლის მოდგმისა იუდასა და თამარის მოდგმიდან ვარ, ხო? ხო და აგერ ვზივარ და მოისმინეთ კარგად რას ვაპარაკობ. რა, ისედაც ისმენთ, ვიცი ხო, გასაგებია რომ ისმენთ. მაგრამ გიგვერთ ალბათ თქვენს და მეც გაკვირვებული ვარ, რომ ეს რა ხდება აქ რა. ეს რა სიბინძურეები ხდება საერთოდ. ეს რა არის? ვინ დაწერა ეს წიგნი? ეს წიგნი ვინ დაწერა? გამაგებინეთ ამის სახელი და გვარი ვინ დაწერა ეს წიგნი. დაბადება ვინ დაწერა? სახელი მაინც მითხარით ვინ დაწერა? აი იუდეველებს ეუბნები ახლა რა. ხო ხართ დავითის მოდგმისა, ძალიან ჭკვიანები, ხო და აგერ ვზივა და გეკითხებით, ვინ დაწერა ეს დაბადება? გამოსვლა ვინ დაწერა? ვინ დაწერა გამოსვლა? რატო არ წერია სახელი და გვარი? თუნდაც მარტო სახელი. გვარი არ უნდა, ადამიანები ვართ ყველა, ხო? აგერ არ უნდა, აგერ წერია ენოქი ადამიანი. ენოქი ადამიანი, მისი გვარი არის პირველი. ენოქი პირველი. პირველი. უბრალოდ პირველი, ხო? რატომ პირველი? იმიტომ რომ ადამი იყო პირველი. ადამი არის პირველი. თუნდაც მეორე იყოს. იყო ადამ კამნონი პირველი და ადამ მეორე. თუნდაც იყოს ეს მეორე. ენოქი მეორე ვთქვათ, ხო? აგერ დავაწერე ისედაც დაეწერა თავში. ენოქი მეორე. მისი გვარი არის ენოქი მეორე. ადამიანი. მითხარით ახლა. ენოქის მოდგმისა ვარ ჩვენ სულ ყველა ამ დედამიწაზე ვინც კი დარჩენილი გამრავლებულ ვართ, ხო? ენოქის მოდგმის ხალხს. ნოეს შტოდან. ვინ ერჩის თუ არა ისევ ღმერთები. გამაგებინეთ და ეს ხალხი დამდგარა აგერ თუნდაც ჩემი ნათესავები, აგერ იუდასა და თამარის მოდგმისა, ჩემი ნათესავები დამდგარან და დანარჩენ ხალხებს ებრძვიან, ხო? და გონიათ რომ ის ღმერთი, რომელიც აბრაამს გამოეცხადა, აი ეს ღმერთი, რომელიც აბრაამს გამოეცხადა, ეს ღმერთი კარგი ღმერთია და აბრაამის ღმერთი და მოკლედ ეს გადაგვარჩენს და ეს არის ვინც ტვინს უბურღავს ყველას და ეგ ღმერთი ჩემთან გამოაგზავნეთ რა. და მე მესაუბროს ეგ ღმერთი მე მესაუბროს. აი ყველას ვეუბნები, თუნდაც მასონებს ვეუბნები და ყველას, ვინც მისმენთ, ხო? და ვინც ესე ჩუმჩუმელად უყურებთ ჩემს ლაივებს და მაკვირდებით ვინ ვარ და რას ვიზავ ამ თუ იმ მომენტში და ასე შემდეგ. პირდაპირ გეუბნებით რა. ეგ ღმერთი, ვინც აბრაამს გამოეცხადა. ეგ ღმერთი დღესაც ცოცხალია. იმიტომ რომ ღმერთია და უკვდავია და მე ვიცი რომ ეგენი უკვდავები არიან. ხო და მოვიდეს ეგ ღმერთი, რომელიც ეცხადება აბრაამს, მერე მოვიდეს ის ღმერთიც, რომელიც ეცხადება ისააკს. აი ესენი ყველანი მოვიდნენ ჩემთან. რომელიც ეცხადება იაკობს. რომელიც ლოტთან მივლენ ის ანგელოზებიც მოვიდნენ ჩემთან და მაგაცთან სალაპარაკო მაქვს მე რა. ეგენი ხო ცოცხლები არიან. თუ არ ეშინიათ ჩემი მოვიდნენ. თუ არ ეშინიათ ჩემი მოვიდნენ. თუ ეშინიათ იყვნენ იქ სადაც არიან. ეხლა საინტერესო რა არის იცით? აი კიდევ ერთხელ გეუბნებით. აქ გამოსვლის თავიდან, ხო? გამოსვლა არის რამდენ თავიანი მაგის დედავატირე ერთი წუთი. გამოსვლა არის 40 თავიანი უბრალოდ. 40 თავიანი არის გამოსვლა რა. და როგორც ჩანს, ესენი როგორც ჩანს ელოდებიან, აი ეს სწორედ ამას ელოდებიან ჩემგან,
რომ დავიწყოთ და განვიხილოთ ყოველი ამ წიგნში რაც დაწერილა რა და გავაგრძელებ რა. თქვენ გონეთ მე შემეშინდება ხელის? უბრალოდ დღეს აღარ გავაგრძელებ. დღეს დავასრულებ. იმიტომ რომ უკვე ბევრი ვილაპარაკე და 12-ის ნახევარია. ძალიან მაინტერესებს რა, ძალიან მაინტერესებს. ვინ არიან ისინი? აი, ეხლა თუნდაც აი ჯორჯიოს ვეკითხები რა. ჯორჯიო. ეხლა ნახეთ შენ რომ იუდას ყავს, ესე იგი, გამგრძელებელი და შენ ხო გამოკვლეული გაქვს ეს წიგნი რა, თუ გინდა დამეხმარე ეხლა ამ კვლევაში. აგერ მე გამოვიკვლიე რომ იუდას შტოდან არის დავით მეფსალმუნე და დავით მეფსალმუნის მერე ვინ არის კიდე ამ წიგნში შევხვდება, მაგრამ აი იუდას შტოდან რომ არის დავით მეფსალმუნე შენ ის მითხარი, კაიაფა ვისი შტოდან იყო რა? ეგ მაინტერესებს ძალიან. ვისი შტოდან იყო კაიაფა? სადუკევლები და ფარისევლები ვისი შტოდან იყვნენ? თუმცა შეიძლება ეს ChatGPT-მაც იცოდეს. ჩვენი წინაპრები, აი ჩვენ ხომ დავით მეფსალმუნე ძალიან დიდად მოგყვავს, რომ დავით მეფსალმუნეს ფსალმუნები უნდა ვიკითხოთ, ხო? და თუნდაც ახლა ბაგრატიონები მაგალითად თუ იყვნენ დავითის შტოდან, იმიტომ რომ ეს დავით ბაგრატიონმა კი არა და ვახუშტი ბაგრატიონმა ასე გამოიკვლია, რამდენად მართალია ეგეც არ ვიცი ახლა ვახუშტის კვლევები. თუმცა მას კვლევები აქვს ჩატარებული და აი ეს შტო აქვს გაკეთებული, ხე აქვს გაკეთებული და მე ჩემი თვალით მაგ ნანახი აქ ფურცელი მქონდა, მაგრამ დავკარგე ის ფურცელი საწავი და არ ვიცი. ჩემი თვალით მაგ ნანახი მოყოლებულია სახელ როგორ მოდის თამარ ბაგრატიონთან შტო იმ დავითისა, აი ამ დავითისა რა, ამ დავითისა, ადამისა და ევას შთამომავლობა. ადამისა და ევას შთამომავლობა ერთი სრულდებოდა ჯვარცმით, მეორე მიდიოდა და ბაგრატიონები მოსდევდნენ მას. ეხლა საინტერესო არის რა, იცით? კაიაფა იყო ლევის შტოდანო? ანუ ლეასა და იაკობის შვილი იყო ლევი და ლევის შტოდან, ესე იგი ეს დავითის შტო ჯვარცს აცვა. აქ მოხდა დიდი შუღლი, ესე იგი, არ ვიცი, მართლა, ანუ საიდან იცი რომ ChatGPT-ს კითხე? რომელი ლევის შტოდან იყო ეგ საკითხავია, აქ რამდენიმე ლევი არის, მაგრამ შეიძლება არც. ერთი წუთით აბა მეც მაინტერესებს რას იტყვის ChatGPT. საინტერესოა, მეგობრებო, საინტერესოა. ხო, ანუ ChatGPT-ს კითხე, ხო? ეხლა უყურე შენ. არონის ის ეკუთვნოდა არონის მღვდელმთავრულ ხაზს, ესე იგი ლევის შტოდან, ანუ ტომიდან, საიდანაც ისრაელის მღვდელი კოჰენები მოდიოდნენ. კოჰენები. ხო, პოლიტიკურად და რელიგიურად ის დაკავშირებულია იმ ჯგუფთან, რომელსაც ეძახიან სადუკევლებს. ანუ სადუკეველი იყო ეს კაიაფა? მე ფარისეველი მეკონა. მისი სიმამრი იყო ანა, ყოფილი მღვდელმთავარი და კაიაფას გავლენა დიდწილად სწორედ ამ ოჯახურ ქვედა მღვდელმთავარს ჰქონდა, უკავშირდებოდა. ეხლა უყურე, კოჰენები, ესე იგი ლევის ტომიდან, რომელი ლევის ტომიდან?
კაიაფას ლევის ტომში კონკრეტული ქვესტო კლანის სახელი პირდაპირ არ არის ბიბლიაში მითითებული, იმიტომ რომ ზუსტი შთამომავლობა ლევიანთა შიგნით დადგენილად არ ვიცით, მაგრამ ისტორიულად და იუდეველი მღვდელმთავრის სისტემის მიხედვით კაიაფა ეკუთვნოდა იმ მღვდელმთავრულ არისტოკრატიას, რომელიც იერუსალიმის ტაძარს აკონტროლებდა. დიახ, იერუსალიმის ტაძარს აკონტროლებდა. ეს იყო დაკავშირებული ანას ოჯახის ქსელთან. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეხლა უყურე, რომელი მოკლედ კაიაფა იყო ლევიანი მღვდელმთავარი ელიტიდან. ეს ლევიანი ვინ არის? იაკობისა და ლეას შვილი, ლევი. ნახე? ანუ გენეალოგიურად ასია: აბრაამი, მერე ისააკი, იაკობი, ლევი. ლევის შვილები, ლევიანების ტომი. ანუ ეს მოდის ლევიანების ტომი. კაიაფა მღვდელმთავარი ამის შტოდან მოდის. გასაგებია, აი უყურეთ მეგობრებო, ძალიან ჩვეულებრივი საკითხია. ახლა კარგი რაღაც გავიგეთ. ესე იგი, ნახე, ესენი არიან ძმები ლევი და იუდა. ლევის ტომიდან ეს კაიაფა წარმოიშობა, ხოლო ლევის ტომიდან, იუდას ტომიდან კი აი ეს მესია წარმოიშობა. ეს მესია არის ქრისტე. ეხლა უყურე, ვიღაცა იტყვის, რომ ეს ქრისტე არ ვიცითო ვისიაო, ეგ არ არისო და ის არ არისო, მაგრამ აშკარაა, რომ ღვთისმშობელი მარიამი იყო ქალდეველი და ქალდეადან არის ეს იაკობი არის ქალდეას წარმომადგენელი. აი ეს იაკობი არის ქალდეას წარმომადგენელი, ნახეთ. აბრაამი არის ქალდეას წარმომადგენელი. აბრაამის შთამომავლობა არის სწორედ მარიამი. აგერ ქრისტე ხო არის და მარიამი. სინამდვილეში მარიამი ასრულებდა ამათთან დიდ როლს. ქრისტე უკვე იყო ეჭვქვეშ დაყენებული, ვისი შვილი იყო არ იცოდნენ, ხო? არ იცოდნენ, მას ნაბუშარს უძახდნენ. ანუ ნაბიჯვარი რა, ესე რომ ვთქვათ, არ იცოდნენ ვინ არის. არც ჯეროდათ რომ ღმერთისგან არის, მიუხედავად იმისა, რომ იქ სადაც მარიამი ზღუნად მიუყვანეს მშობლებმა ანამ და იაკობმა, ის გამოცხადებაში ჰქონდათ, რომ ღმერთისგან არისო და იოსებს გაათხოვებენ მე იოსებზე ორსულ ბავშვს. თუმცა იცია, რომ ეს არის ღმერთის შვილი. ნუ აი ძალიან საინტერესოა ხა, თან იცია, რომ ღმერთის შვილია, თან კიდე ნაბიჯვარს უწოდებენ. ხო, საინტერესოა ხა. აი უყურეთ რა, საინტერესო კიდე რა არის, იცით მეგობრებო, რომ აი ეს კაიაფა მღვდელმთავარი არის ლევის ტომიდან, ხოლო ეს მესია არის რომელსაც ჯვარსაცმევს ეს არის იუდას ტომი. ასე ლევი და იუდას ძმების შთამომავლებიდან არის რაღაცა შუღლი, გადაკვეთა. ამ გადაკვეთას ეწოდება ქრისტეს ჯვარცმა. ეხლა თქვენ მითხარით ის, ჩვენ რა შუაში ვართ ვაფშე აი ამასთან. რა ხდება ხალხო? საინტერესო რა არის, იცით? 59 წელი გვყავდა ერთი პატრიარქი რა, 58 წელი გვყავდა ილია მეორე. ამ ილია მეორეს, აბა მითხარით რა, ამ საკითხებში გაურკვევია თავის მოსახლეობა? აი მითხარით რა გააკეთა ამ კაცმა 58 წლის განმავლობაში, რა გააკეთა ხალხო? ტაშფანდურისა და უკაცრავად და ტყნაურის გარდა გამაგებინეთ. თავისი ხალხი გაანათლა ამ საკითხებში? თუ თვითონ იცოდა თავისი ხალხი რატო არ გაანათლა და თუ თავისი ხალხი არ გაანათლა, რატო არ გაანათლა? არ ეცალა. და თუ არ იცოდა, რისი პატრიარქი ეგ იყო, აი დაინტერესებს რა. ასე რომ ჩემო კარგებო, ბევრი რამე გავიგეთ ახლა აი აქედან რა. ჩვენ ჩავიხედეთ გენეალოგიაში და გენეალოგიურად მივხვდით რა ხდებოდა აქ და რა მოხდა საერთოდ რა. რომ ლევი და იუდას ტომები
იყვნენ ერთმანეთზე როგორც ჩანს რაღაც კარმულია აქ კარმული კაცობრიობა ჭკუაზე არ არის რა სწავლობს ყველაფერი იცის მაღალ ეშელონებშიო ხო და იმიტომ მაღალ ეშელონებში, იმიტომ რომ ეს ხალხი დამდგარა და მართლა ხრებივით მიყვება და ჩვენი პატრიარქი, რა პატრიარქი, ბიჭო, რამე აგიხსნა სასულიერო სულიერი განათლება მოგცა, მღვდლებმა მოგცა სულიერი განათლება, რა მოგცე, საერთოდ გარდა იმისა, რომ დგახარო 24 საათი და ლოცულობ აი ამ დავით მეფსალმუნის ფსალმუნებს, რომელმაც თვითონ ტიპმა რა ისეთ დონემდე დაეცა რომ თავისი ძმაკაცი მოაკვლევინა თავისი იმის ცოლი რომ მოეწონა მაგის გამო და შენ დგახარ აქ და კითხულობ 24 საათი მე ბრუში და მე ის და მე მკვლელი და მე ის და მე ის და მე საწოდავი და მე საწყალი და მე მონა და მე ის და ბიჭო ხემს შეძახილმა ხე გაახმო და თუ შენ თავს მონა მრუში და მკვლელი უძახე და ავაზაკი უძახე გახდები აბა რა იქნები ეგეთი არ ჯობია ბიჭო ის ერთი ლოცვა დაგვიტოვა მარტო ქრისტემ და თუნდაც თქვენი სიტყვებით ილოცეთო ქრისტე გვეუბნება რა თქვენი სიტყვებით ილოცეთო და ესენი რას გვეუბნებიან არაო ჯერ არ ხართო მაგისთვის გული უნდა გქონდეთ გაწმენდილიო ამ დავით რა გული ქონდა ესეთი გაწმენდილი ვერ ხედავთ და ძმაკაცი მოაკლევინა ამ დავითის ლოცვებს თუ გვაკითხინებ ჩვენ რომელერც მოუკლია თავისი ძმაკაცი და ცოლზე დაქორწინებულა გამაგებინე რომელ ოჯახის დედას ერთმარცვლიანი მეგრული სვანური ხსნის ამ აკუსტიკურ მატრიცულ პროგრამასო პროგრამას ტყუილსო რა თქმა ეხლა მეგრული და სვანური უკვე გასაგებია აქ რა ხდება რა უკვე ყველაფერი გასაგებია ისიც გასაგებია რომ ესენი არიან აი იმდენად სულ გაყიდულები არიან რომ მართლა მარტო თავისთვის უნდათ ეს ძალაუფლება და სკამი ვერ უყურებთ როგორი კუკუსავით ჩაჯდა ის საწყალი შიო იმ სკამში და იმდენსი კუკუსავით ლამის არის აი არ ვიცი რა ეს სასაცილო სპექტაკლად მიმაჩნია უკვე ეს ყველაფერი რა რა პატრიარქი იცით რა არის ხალხო თქვენ იცით რა გზები აქვს გამოვლილი პატრიარქს ქრისტეს რა გზები აქვს იცით გამოვლილი არ იცით იმიტომ რომ არ გაგივლიათ მისი გზები თქვენ მარტო იცით რომ ჯვარს ეცვა მანამდე რას აკეთებდა ქრისტე არ იცით რო იცოდეთ ქრისტე რას აკეთებდა თქვენც იგივეს გააკეთებდით მაგრამ არ აკეთებთ იმიტომ რომ არ იცით მან რო შოლტი აიღო და ეკლესიიდან გადმოყარა ვაჭრები იცით ეგ რა არის გაგიკეთებიათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მე გამიკეთებია და იმიტომ ვიცი რა არის თქვენ არ იცით მოყოლილიდან იცით მარტო და გგონიათ რომ აი მარტო ქრისტემ გააკეთა და შეო მან დასრულდა ყველაფერი არ დასრულდა მან ყველაფერი ქრისტემ გითხრა რომ აიღე შენი ჯვარი და გამომყევი მეო და შენი ჯვარი რა არის დღეს გაიღვიძე და ხვალ სამსახურში წახვიდე სამსახურში წახვიდე მოხვიდე ჭამონდა გახვიდე ისე სამსახურში წახვიდე და მოხვიდე და ისე მამონას ემსახურო ეგ არის ქრისტეს ჯვარი და შენ ქრისტიანს უწოდებ შენ თავს რანაირად უწოდებ ქრისტიანს შენ თავს როცა ქრისტეს ერთი ნაბიჯი არ გადაგიდგავს ქრისტეს მსგავსი ერთი ნაბიჯი არ გაგიკეთებია როგორ შეიძლება შენ გეწოდებოდეს ქრისტიანი შენ ხარ ფარისეველი შეფარულად რომ თავი აი ქრისტიანი რო ხარ პრესტიჟულია ეგ ქრისტიანი რო გქვია და რადგან მღვდელმა ვიღაცა ჭუჭყიანი ხელების მღვდელმა და გულის და სულის მღვდელმა თავზე რო წყალი დაგასხა იქ მოინათლე ვითომ ქრისტიანად და შენ გჯერა რომ მარტო მაგ გაგხდის ქრისტიანს მარტო ეგ რიტუალი არის ჩასატარებელი რომ ქრისტიანი დაგერქვას ნუ ეს უკაცრავად რა თქვენი საქმენი გამხელენო გესმით საქმენი გამხელენო და აბა რას აკეთებ თუ შენ თავზე წყალი დაისხი და ქრისტიანად მოინათლე მაშინ შენ იცი რა სამსახურში აღარ უნდა მიდიოდე შენ მამონას აღარ უნდა ემსახურებოდე მაშინ შენ უარყავი ისევ ქრისტე მაგ საქციელით თუ შენ ჯვარი არ აიღე და ქრისტეს არ გაყევი
და ქრისტეს მსგავსად არ იცხოვრე, ხო? შენ იმ წუთში, როცა მამონას მსახურება დაიწყე და ფულზე მსახურება დაიწყე, მაშინ უარყვე ქრისტე უკვე. შენი საქციელებით და არც ერთი ქრისტიანად არ არის მონათლული, ვინც მამონაზე გაიყიდა. მას მერე რაც ქრისტეთი მოინათლა, ცეცხლით მოინათლა. ქრისტეს ცეცხლით რაც მოინათლა. თქვენ ხართ მხოლოდ წყლით მონათლული. ქრისტეს ცეცხლით ვინც არის მონათლული, აი ის არის საუკუნო საცხოვრებელში და უკვდავებაში გადასული რა, რო იცოდეთ. ხოლო ვინც წყლით მოინათლა, ის მხოლოდ იოანესთან რჩება. იოანეს რა გაუკეთეს? თავი წააცალეს. ვინ იყო იოანე? ელია იყო იოანეო. ის უკვე მოვიდაო და თავიც მოკვეთესო. ამბობს ქრისტე, მათეს სახარებაში მე-17 თავის მე-10 თავის მე-17 მუხლში. მე-17 თავის მე-10 მუხლში უბრალოდ. ქალ და დეა ერთი და იგივეა, თითქმის მოიცა ნაპირსკალი წერს. მედიას კოდი აქვს, გამოდის სეითის შტოდან იყო მარიამიო. სეთის შტოდან იყო მარიამი. სეთის შტოდან იყო მარიამი. ხო, სეთის შტოდან ვართ ყველა სეთის შტოდან ვართ ნოეს მერე. ნაპერწკალი. სეთის შტოდან არის ნოე და ნოეს წარღვნის დროს ყველა დაიღუპა, მხოლოდ ნოეს თესლი გადარჩა. ესე იგი სეთის შტო გადარჩა მხოლოდ. ხო და ნოედან მოდის მერე მთელი ეს აბრაამი, ისააკი, ეგვიპტე, ქანაანი, იაფეტი, აიეტი და ასე შემდეგ. მარ იყო მარადიული დასაწყისიო. მოკლედ ერთი სიტყვით, ჩვენ ბევრი რამე გავარკვიეთ. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ილიამ ეს საკითხები იცოდა, ეს საკითხები არ იცოდა ილიამ. ილია იყო ძალიან, აი, როგორ მიმაჩნია მე იცი, ილია 1 წლის ასაკის სული რო არის რა, 1 წლის ასაკის სული. რომ მარტო ჩასაცმელებზე და იმაზე ფალოსზე რო ფიქრობს მარტო, აი 1 წლის ასაკის სული, თუმცა 1 წლის ასაკის ადამიანი ფალოსზე არ ფიქრობს. მოიცა აი აქ ჩამომიწერია, მე ხო ნახეთ. ნახე? იესო, იოსები, ელი, მათ, იოსები, მეგობრებო, ხა, იოსების შვილი არ იყო იესო რა. აქედან აგერ აქ, მელეა, მენა, მოიცა, პირველი სად იყო? ისააკი. ისააკი, აბრაამი, თარან, ნახორი, სერუგი, რაგავი, ფალეკი, ებერი, სალა, კაინანი, არფაქადი, სემი, ნოე, ლამექი, მათუშალა, ენოქი, იარედი, მალაალელი, კაინანი, რესა, ზორობაბელი, სალა, ვერ გავიგე ახლა ის როგორ არის. ნოე, ლამექი, მათუსალა, ენოქი. ეგ როგორ გამოვიდა? ნოე, მათუსალა, პირიქით უნდა იყოს. აქედან უნდა იწყებოდეს და მაღლა ადიოდეს. ეს არასწორად გადამაწერინა ვიღაცამ. აგერ იყო ენოქი რა. ენოქის წინ კიდე ვინები იყვნენ რა თქვით? ენოქი, იარედი, მაჰალალელი, კაინანი, ენოში და ადამი და ევა.
ენოქი, მალალი, კაინანი, ენოსი, სეითი, ადამი. ღმერთის სიტყვა თავდაპირველი სიხშირე. ხო, აქედან იწყება, ნახე, აქედან მოდის. თავდაპირველი სიხშირე, მერე სიტყვა იყო, მერე ღმერთი იყო, მერე ადამი იყო, მერე სეითი იყო, მერე ენოსი იყო, მერე კაინანი, მალაალელი, იარედი, ენოქი, მათუსალა, ლამექი, ნოე, სემი, არფაქადი, კაინანი, სალა, ებერი, ფალეკი, რაგავი, სერუგი, ნახორი, თარა, აბრაამი, ისააკი, იაკობი, იუდა, ფარესი, ესრომი, არნი, ადმინი დღესაც გვხვდება ხშირად ინტერნეტ სივრცეში. ამინადაბი, ნასონი, სალმონი, ბოოზე, ობედი, იესე, დავითი, ნათანი, მატათა, მენა, მელა, ელიაკიმი, იოანიმ, იოსები, იუდა, სიმეონი, ლევი, იუდა და ლევი, მათაათი, იორიმი, ელიზბერი, იესე, ერი, ელმადამი, კოსამი, ადი, მელექი, ნერი, სალათიელი, ზორობაბელი, რუსა. იონათანი, იოდა, იესექი, სემეინი, მატათა, მაათი, ნაგაი, ესელი, ნაუმი, ამოსი, მატათია, იოსები, იანანი, მელექი, ლევი, მათთი, ელი და იოსები. აქ მოვედით იოსებთან, მაგრამ იოსების შვილი რო არ იყო ეს იესო? იოსების შვილი არ იყო ეს იესო და რატოა ჩაფუთვლილი ვერ ხვდები. ჩვენ გვაინტერესებს მარიამის შთამომავლობა. ვინ არის ეს მარიამი? საიდან იშვა ეს მარიამი? ვისი შთამომავლობაა ეს მარიამი? დავაკითხოთ. თუ იცის ChatGPT. მარიამ ღვთისმშობელი. ვისი შთამომავლობაა? მარიამ ღვთისმშობელი იესოს დედის ზუსტი შთამომავლობა პირდაპირ ბიბლიაში მკაფიოდ არ არის აღწერილი, მაგრამ ქრისტიანული ტრადიციისა და ახალი აღდგაში არსებული გენეალოგიური ხაზების მიხედვით რამდენიმე მნიშვნელოვანი აზრი არსებობს. დავითის შთამომავლობა ყველაზე გავრცელებული ტრადიცია. მრავალი ქრისტიანული განმარტებით მარიამი იყო დავით მეფის შთამომავალი. ამის საფუძველი ლუკას ახარებაში ლუკა მესამე მოცემული გენეალოგია ხშირად განიმარტება როგორც მარიამის ხაზის გენეალოგია, არა იოსების. იქ ხაზია დავითამდე, მაგრამ დავითის შვილი არის ნათანი, არა სოლომონი. ანუ ამ ხედვით დავითი, ნათანი, მარიამის ხაზი, იოსების ხაზი განსხვავდება. მათეს ახარებაში მათე პირველი გამოცებული იოსების გენეალოგია, რომელიც მიდის დავითამდე სოლომონის ხაზით, ამიტომ იქიდან ჩანს იოსების სამეფო მეუფე ხაზით. მე გამახსენდა, როგორ დავკარგე ის ფურცელი, სად დავკარგე? იმ ხაზით მარიამი არის დავითის მოდგმის, ხო? იმ ხაზის მიხედვით, ვახუშტი ბაგრატიონმა რო გამოიკვლია. მარიამ ტრადიციული ითვლება დავითის სახელის შთამომავლად, მაგრამ ნათანის ხაზით, თუმცა ბიბლიაში ეს პირდაპირ მარიამის გენეალოგია და არ არის ნათლად დაწერილი, ეს არის ეკლესიური განმარტება. ეს ყველაფერი არის აკუსტიკური პროგრამა ენის განვითარების და არა სახელები.
არ ვიცი ოია ამას ბევრი ამბობს რა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები არსებობდნენ. ისე ვერ შეიქმნებოდა ესეთი რაღაცეები, შანსი არ არის. ეს რაც სიტყვაშია, ის რეალობაშიც არის. რაც სიტყვაშია, ის ხორციელშიც არის. ასე რომ ეს ყველა არსებულია რა. მართლა გეუბნები, აი როგორც მე ვარ თამარი და შენ არ ვიცი რა ქვია, ოია ართ ისე არსებობდნენ ეს ადამიანებიც. ძალიან ბევრი ეხლა აშიარებს და აპრავებს ეგეთ რაღაცას, რომ ვითომ მარტო სიტყვიერად წერია. არ წერია ვითომ მარტო სიტყვიერად. მართლა არსებობდნენ ეს ყველა. ენოქიც მართლა არსებობდა. მარ ადამიანის სვანურად მარ ქსლი მეგრული თესლოს გამომტანი. ხო რა, ეხლა ბევრი რაღაც შეიძლება აიხსნას ენით, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხორციელად ეს ადამიანები არ არსებობდნენ. ესენი არსებობდნენ. ეს ადამიანები ყველა არსებობდა. ერთი ის ფურცელი მაპოვლინა, სად წავიღე, როგორ კარგად იყო აღწერილი ეს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ ჩამოყალიბებული გენეალოგია. ერთი წუთი იქნებ კიდე იყოს ინტერნეტ სივრცეში. აღარ არის სხვათა შორის, რომ ამოვბეჭდო. აი ეს მეგობრებო, ნახეთ, ამ ფურცელზე მაქვს საუბარი მე რა, ამ ფურცელზე ნახეთ. აი აღარ ჩანს, ადრე კარგად ჩანდა. ეხლა აღარ ჩანს. და ის ფურცელი რაც ამოვბეჭდე, იქ კარგად ჩანდა რა. აი აქ არის, სადღაც აქ არის თამარ მეფე. აი აქ არის თამარ მეფე. ეს ეხლა ნახე, მიდის, მოდის, აი აქ არის ჯვარცმა. აი ეს ხაზი, ნახეთ, ადამი და ევა დაბადება არის. მე მოდის, აი აქ სადღაც დავითია. მე აქედან მოდის, მე კიდე მნიშვნელოვანი პირია და აი აქ უკვე იყოფა ორად. რა. ერთი მიდის და ჯვარცმით თავდება, აქ მარიამი არის, აქ მარიამია და ერთი მოდის და აი აქეთ გადმოდის და არის დავითი. ისა დავითი არის ბაგრატიონები. ნახე, ერთი მიდის და ჯვარცმა. აქეთ მოდის ბაგრატიონების შთამომავლობა და აქ ვახუშტი ბაგრატიონი. ეს გენეალოგია, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით აღწერს მარიამი ვისი შტოდან იყო და ბაგრატიონები ვისი შტოდან არიან. პირდაპირ აღწერს. ხო და საკითხავია რა. ისე ვახუშტი ბაგრატიონის წიგნი არ არის? არ იყიდება? რო ვიყიდო? აი აქ კიდე რაღაც ქონია აქ. მე აქედანაც ვითარდება, იქით მიდის. აი აქ ვინები არიან ესენი? სხვათა შორის, აი ახლა აქ ხედავ მე დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო. აქ ადამ და ევა მოდის, აქ სადღაც დავითია, მოდის, აქ არის ქრისტე, აქეთ მოდის და ქრისტეა და აი აქედან უკვე აი ეს ვინ არის? აი აქედან გამოიყოფა კიდე და მიდის აქეთ ვიღაც შტო, თუმცა აქედან მოდის კიდე, აი ეს ვისი შტო არის? აქაც მთავრდება ეს შტო ვისით? აქედან მოდის?
აქედან მოდის თუ აქედან მოდის? აი ეს მოდის, როგორც მე ვხედავ რა, აქედან მოდის? არა, აქედან მოდის. აი აქედან მოდის, მაგრამ აქ არ არის ბმა. აქ არ არის ბმა, ესე იგი აქედან მოდის, აქედან მოდის. აი ეს ვინ არიან არ ვიცი, ეს მოდის მე ალბათ არის ბაგრატიონი და აქ ვთავდება. აქ ვთავდება, მე აქ გრძელდება ესენი. აქაც. ვახ, ნეტასაც ვიპოვო ამის წიგნი. ეს წიგნი იქნება, სხვათა შორის ხო იქნება იქ. ბიბლიოთეკაში იქნება. კარგი. ერთი სიტყვით და ორი გაგებით, წავედით ახლა დავიძინეთ. სიდონიასთან კავშირი ექნება მარიამ, სავარაუდოდ ნათესავები იყვნენ. ყველანი ნათესავები ვართ, ხალხო, ყველანი. ყველანი ვართ ნათესავები რა. რა ვართო, ნათესიო, ხო? ნათესავებიო. ნათესავები. ნათესლავები უნდა გვერქვას წესით, ნათესლავები. ნათესლი, გესმის? თესლიდან მოვდივართ და არა ნათესიდან. ნათესიდან მოვდივართ, შეიძლება ნათესინა დავთესეთ. მაგრამ ნათეს ავები რატო დავირქვით? ავები რა შუაშია? ნათესნი. ყველანი ვართ ნათესნი, ნოეს ნათესნი. დიახ, ნოეს ნათესნი ვართ. Let's go, წავედით, დავიძინეთ ახლა და კიდევ რაღაცეებს გავარკვევთ. ერთხელ და სამუდამოდ ნათელი ხო უნდა დამკვიდრდეს ამ ნათესლში, ხო და ამ თესლში უარესებს იზავენ, რომ ეუბნება ღმერთი და რომ აფრთხილებს ენოქს, რაც გინდაო რომ გადარჩესო, ეუბნება ენოქი რომ გადარჩესო რა, ჩემზე ავიღებო მაგ საკითხში, ხო და აგერ მოვიდა ჩვენთან ენოქი. დიახ, აბა ეხლა ენოქი როგორ ივაშკაცებს? ნათესლნი უნდა იყოს, ხო? ნათესლნი ვართ და არა ნათესავნი. Ave Maria, no sole mio, la 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 ხო კარგად გიმღერეთ იავნანასავით ხო და წავედით ახლა დავწეკით ალილო აქედან მოდის ალილო აბა ნათესავებო ნათესლნო გემშვიდობებით დროებით